მოგესალმებით კულტურის სფეროში არსებული სიახლეებით ეთერში აქტუალური თემა კულტურა თქვენ უყურებთ Star Viziას და უსმენთ რადიო Star FM-ს მე მაია ღუღუნიშვილი ვარ. განახლებულ აღმაშენებლის გამზირს პერეგრინუსები ესტუმრენ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში კრაკოვის მუნიციპალური თეატრის უტექსტო წარმოდგენა პერეგრინუსი გაიმართა. პერეგრინუსი, რომლის მთელი ქონება ერთ ხელჩანთაში თავსდება, ციფრული ცივილიზაციაა. ეს თანამედროვე ყველაკაცია, რომლის ცხოვრებაც სახლსა და კორპორაციულ სამუშაოს შორის თავსდება. ის თავის ცხოვრების გზას სამსახურისკენ მიმავალ გზასთან აიგივებს. სპექტაკლის მოხეტიალე გმირები პროტაგონისტის გადასავლებს ურბანული სივრცის სხვადასხვა კონტექსტში გვაჩვენებენ. პერეგრინუსების მოძრავ წარმოდგენას თბილისელი მაყურებელი ფეხდაფეხ მიყვა და განახლებულ ქუჩას საზეიმო ელფერით შესწინა. ეს არის მოკლე ისტორია 21 საუკუნის წყვილზე, დროსა და რუტინაზე, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ. ვიღვიძებთ, მივდივართ სამსახურში, ვბრუნდებით სახლში და ვიძინებთ. ჩვენ დავკარგეთ ინდივიდუალიზმი, როგორც ეს პერეგრინუსშია. ის შუა ასაკში მიდის წმინდა ადგილების მოსანახულებლად. იზრდება და ყალიბდება. თუმცა შემდეგ რუტინულ ცხოვრებას იწყებს. ცხოვრობს სამსახურის სახლის რეჟიმში. ჩვენც მას ვგავართ. ვართ რობოტები, მოქმედებთ ერთმანეთის მსგავსად და ვკარგავთ ინდივიდუალიზმს. ძალიან კარგია, ძალიან კარგი ტრადიციაა, რომ ქუჩაში იყოს, მით უმეტეს დღეს როდესაც ახალგახსნილ ქუჩაზე რაღაც ძალიან სასიამოვნოა. ბევრ ამას ვერ ვხედავ. მე როგორც მივხვდი ეს სპექტაკლი გათვლილი ეს რომ ბევრი კაფე უნდა იყოს და მე უმეტესობა უნდა იჯდეს, რომ ხედავდნენ, მაგრამ ისედაც მაინც საინტერესოა. წინვალი იყო ძალიან დიდი მადლობა დამდგმელ რეჟისორს, პოლონელ ადამიანს. წინვალე სიამოვნება, როგორც მე მივიღე, ისე ხალხმა. უღრმესი მადლობა მათ კიდევ ერთხელ და სხვათა შორის მერიას, ვინც ეს ორგანიზება მოუწყო ამ კეთილ ადამიანებს და ამ მაგარ ნიჭიერ მსახიობებს. ადამიანებს როცა რაღაცა მოწონთ და რაღაცით არიან ძალიან ბედნიერები და კმაყოფილები, ყოველთვის ამ ზედმეტ ფილოსოფიის გარეშე რო თქვა, ის აუცილებლად ამართლებს. ჩვენ ყველა მუშაობთ მაყურებლისათვის, ადამიანებისათვის მუშაობთ, როცა ისინი არიან კმაყოფილები, ეგ არის ყველაფერი. ამასაც ვაანონსებდით პირველში, ორში და სამში გვაქვს არაჩვეულებრივი, ასევე გარეთ სპექტაკლები. თბილისი ძალიან უხდება, ძალიან ლამაზია თბილისი, როცა არტისტები ქუჩაში გამოდიან. კიდევ უფრო და თან რა ქუჩაა და რა სილამაზეა და კიდევ უფრო მეტ ხილს იძენს. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია. პარიზში ლუვრის მუზეუმში ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება. ხელოვანებს ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი არტ-ბაზრობა უმასპინძლებს, რომელიც 2003 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მხატვრები მონაწილეობენ. თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ხელშეწყობით წელს არტ-ბაზრობასა და გამოფენაში მონაწილეობას 9 ქართველი მხატვარი მიიღებს. 23 ოქტომბრის ჩათვლით პარიზში ლუვრის მუზეუმში ტარდება ძალიან ცნობილი, ძალიან წარმომადგენლობითი და მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა და არტ-ბაზრობა სახელწოდებით კარუსელი დე ლუვრი. 2003 წლიდან იმართება ეს გამოფენა, სადაც მონაწილეობენ ტრადიციულად ძალიან ცნობილი, მსოფლიოს ძალიან ცნობილი გალერეები. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი გალერეიდან მივიღეთ ქართველმა მხატვრებმა წლეულს მოწვევა და 9 ქართველი მხატვარი ვიქნებით წლეულს ამ გამოფენის მონაწილე. ამ გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი პატარა ნამუშევრები, პატარა ფიგურები, ჩემი გაკეთებული სხვადასხვა მასალებში, ძირითადად ბრინჯაოში იქნება. დიდი ფიზიკურად ვერ მიგვაქვს, იმიტომ რომ ეს წონასთან არის და თვითონ ეს ფართიც, რადგან ჯგუფური გამოფენა არ არის იმხელა ფართი, რომ დიდი ნამუშევრები გამოვფინოთ. თვითონ ძალიან მაგარია, იმიტომ რომ პარიზია, ლუვრია. პირველად მივდივარ და ზუსტად კულტურის ცენტრია, სადაც უნდა გამოიფინოს. და რა ვიცი, ძალიან დიდი შესაძლებლობა და სამომავლოდ ძალიან დიდი პერსპექტივაა. ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატებს პროექტის ფიროსმანის აღდგენა ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდება. პირველ ეტაპზე რესტავრაცია ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცულ 2 ნამუშევარს თამარ მეფესა და შოთა რუსთაველს ჩაუტარდება. რესტავრაციის პროცესი 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც რესტავრირებული 2-ვე ნამუშევარი TBC გალერეაში მირზაანის ფონდში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის სრულ კოლექციასთან ერთად გამოიფინება. ნამუშევრები 1948 წლიდან ფილოლოგის იოსებ
მეგრელიძისა და მისი მეუღლის თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში ინახებოდა. 1989 წელს ოჯახმა ეს ნამუშევრები გადასცა ხალხთა მეგობრობის მუზეუმს, საიდანაც სურათები ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმში მოხვდა. ამ დროიდან ნამუშევრები მუზეუმის კოლექციაში ინახება. ნახატების მდგომარეობა შესწავლილია მზადაა. სარესტავრაციო პროექტით სპეციალისტების თქმით, მანამდე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების გამო ნახატებს მრავალმხრივი დამუშავება ესაჭიროება. რესტავრაციის პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მოქმედი საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება. საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშია სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით ქვის ხანა საქართველო გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ქვის ხანა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილი ანთროპოლოგიური მასალა, რომელიც ადამიანის ევოლუციის დროში დინებას ასახავს. შესავალ ნაწილში კი გვიან მიოცენური ასაკის ხმელეთის ფაუნის ევოლუცია და პალეოგარემოა ნაჩვენები სამხრეთ კავკასიაში ადრეული ჰომინინების განახლებამდე. სამხრეთ კავკასიაში ადრეული ადამიანის ნაშთები 1,770,000 წლის წინ დმანიში. ჩნდება ეს აღმოჩენები უძველესია. ევრაზიის ტერიტორიაზე და აფრიკიდან განახლების პირველ ადგილ-სამყოფელს წარმოადგენს. დღეისათვის 5 თავის ქალა, 4 ქვედაყბა და 70-ზე მეტი ჩონჩხის ძვალია აღმოჩენილი. საქართველოს ტერიტორიაზე ქვის ხანის უამრავი ძეგლია, რომელიც სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. აქ აღმოჩენილი მასალა გვიჩვენებს ძველი ქვის ხანის იარაღის დამუშავების ტექნოლოგიის განვითარების ყველა ეტაპს და ამასთანავე წარმოგვიდგენს გარემო პირობებთან ადამიანის ადაპტაციის პროცესსა და სოციალურ ცვლილებებს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ცნობილი პალეოარტისტების მიერ შესრულებული ჰომინინებისა და დმანისის გარემოს რეკონსტრუქციები. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 91 საიუბილეო სეზონს განახლებულ დარბაზში შექსპირის კომედიით აურზაური არაფრის გამო გახსნის. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილია. თეატრის სპექტაკლის პრემიერას თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში წარმოადგენს. როგორია საპრემიერო სამზადისი და რა სიახლეებს თავაზობს ერთგულ მაყურებელს 90 წლის თეატრი საიუბილეო სეზონზე, ამ და სხვა საინტერესო თემებზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი თავად ისაუბრებს. მოისმინეთ ინტერვიუს ჩანაწერი მე კი ზუსტად ერთი კვირით მომავალ 4 შაბათამდე დაგემშვიდობებით. ბედნიერად. ბატონო დიმა, გმადლობთ მასპინძლობისთვის. მოზარდ მაყურებელთა თეატრი სულ რამდენიმე დღეში 91 სეზონს გახსნის. ყოველთვის განსაკუთრებულია ხოლმე სეზონის გახსნა თქვენს თეატრში და წელსაც ვიცი რომ რაღაცა სიურპრიზს გვიმზადებთ. თანაც იმ სპექტაკლით, რომელიც ბევრჯერ არ ყოფილა ქართული თეატრის რეპერტუარში. აურზაური არაფრის გამო შექსპირის ეს ცნობილი პიესა გაცეცხლება თქვენთან. კომპლექსურია ალბათ სეზონის გახსნის წინ რაღაც შედეგებიდან რაღაც სიახლემდე მივდივართ. ანუ შედეგები მიიღწა რაღაცის შეიძლება წინა სეზონში, ეხლა გვინდა რომ რაღაცა ახალი შემოვიდეს და ასე შემდეგ. აურზაური არაფრის გამო პრინციპში წინა სეზონში მომზადდა და როდესაც შემდგომში გამოიცემა სეზონების მიხედვით თეატრის ისტორია, რა თქმა უნდა ის მოყვება 99 სეზონში, იმიტომ რომ ამ სპექტაკლის პრემიერა შედგა გორში კომედიის ფესტივალის პროგრამით. ეს იყო 21 ივნისი. შემდგომ უკვე ჩვენ ვითამაშეთ 23-ში საგარეჯოში და უკვე 2 ივლისს ქალაქ რუსთავის გიგალორ თქიფანის სახელობის თეატრში. ანუ ეს ჩვენი პრაქტიკა იმისა, რომ თუნდაც ერთი სპექტაკლი სეზონში რეგიონში გაიმართოს საპრემიერო ჩვენებით, ეს არც წელს არ დაგვირღვევია, უფრო მეტიც ჩვენ უკვე მეორე სპექტაკლი კონცერტი შოუს ზღაპართა ქვეყანაში, პრემიერა გავმართეთ სოფელ ბობოყვათში და სეზონი დავხურეთ სწორედ ამ შოუთი ქალაქ მესტიაში. და აი ეს 91 სეზონი თბილისში კი იხსნება 4 ოქტომბერს, მაგრამ სეზონი გაიხსნა რეალურად 15 სექტემბერს პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, სწორედ აი ამ კონცერტით. შემდეგ ჩვენ ეს კონცერტი ვითამაშეთ დუისში, ასევე პანკის ხეობის სოფელში, შემდეგ თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში და აი ყველაფერი ამის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ უკვე სტაციონარზე სეზონს. აურზაური არაფრის გამოს ერთგვარად ორმხრივი მიწუნა გამოსდის. ერთი ის, რომ წელს იუნესკომ შექსპირის წლად გამოაცხადა, წლევანდელი წელი შესრულდა 400 წელი დიდი
ბრიტანელი დრამატურგის გარდაცვალებიდან და მეორე ის რომ თბილისის თეატრალურ სივრცეში პრაქტიკულად ერთადერთი სპექტაკლი აურზაური არაფრის გამო დაიდგა 1962 წელს მარჯანიშვილის თეატრში. ეს სპექტაკლი განახორციელა ჩემმა პედაგოგმა, ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა ლილიო სელიანმა და მე რაღაც მინდოდა ერთგვარი მიძღვნა ჩემი პედაგოგის ხსოვნისადმი, სწორედ აი ამ პიესით განმეხორციელებინა, მით უფრო როცა ამ სპექტაკლში მთავარ გმირებს თამაშობდნენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი ქართველი მსახიობები მედია ჯაფარიძე, ოთარ მეღვინე-თხუცესი და ედიშერ მაღალაშვილი. აურზაური არაფრის გამოს მეორე დღესვე, ანუ 5 ოქტომბერს ჩვენ ერთდროულად გვაქვს 3 მნიშვნელოვანი ღონისძიება. დილის 12 საათზე ჩვენ აურზაური არაფრის გამოს ვთამაშობთ უკვე თეატრალური ფესტივალის ფარგლებში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ უკვე მერვე წელია თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამაში არის ჩასმული ქართული სპექტაკლების შოუკეისი, რომელზეც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან სხვადასხვა იმპრესარიოები, პროდიუსერები, რეჟისორები, თეატრცოდნები, კრიტიკოსები და ისინი აფასებენ ქართული თეატრის მოღვაწეობას აი წლიდან წლამდე და წელს სწორედ საპრემიერო ჩვენებით ჩაერთვება მოზარდ მაყურებელთა თეატრი ამ ფესტივალში 5-ში დილით. 5-ში საღამოს კი ჩვენ გვაქვს უკვე რევას თავარტკელაძის სახელობის ექსპერიმენტულ სცენაზე პრემიერა ხრისტო ბოიჩევის ძალიან საინტერესო პიესის პოლკოვნიკი და ჩიტები, რომელიც დადგა ახალგაზრდა რეჟისორმა თაზო იმნაძემ. ხოლო ნაწილი ჯგუფისა მიემართება ბორჯომში, სადაც გასვლითი წარმოდგენა იქნება იქ რევაზ მიშველაძის ნოველების მიხედვით სპექტაკლი არ დამივიწყო. საპრემიერო და საგასტროლო არეალი ამით არ სრულდება ოქტომბრის თვეში, უკვე 15 ოქტომბერს მცირე დარბაზშია უკვე პრემიერა, ჩვენ 3 სცენა გვაქვს და ანუ 3-ვე სცენა პრაქტიკულად პრემიერებით იხსნება. მცირე დარბაზში უკვე საკმაოდ ცნობილი და გამოცდილი რეჟისორი და მსახიობი ბატონი ოთარ ბაღათურია ახორციელებს ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან საპროგრამო თვალსაზრისით ვამბობ სკოლის პროგრამით მოთხრობის სარჩობელაზედ სენიორ ვერსიას. აი სწორედ 15 და 16 ოქტომბერს ჩვენთან გაიმართება ამ სპექტაკლის პრემიერა. ისიც კარგად მოეხსენება ალბათ მაყურებელს, რომ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, სადაც განთავსებულია სასწავლო თეატრი არის რეკონსტრუქციის რეჟიმში, ამიტომ ჩვენ ვეხმარებით თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს და მათი საკურსოვან სადიპლომო სპექტაკლები დრო და დრო გადის ჩვენ სცენაზე, რათა მომავალმა თაობამ რაღაც პრაქტიკა გაიაროს და ამ მიმართულებით 18, 19 და 26 ოქტომბერს უკვე ჩვენი თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება ძალიან ცნობილი მიუზიკლის მე ვიოლინე სახურავზეს პრემიერა მაია გაჩეჩილაძე რეჟისორი შოლომ ალეიხემის მერძევეტევის მიხედვით და საპრემიერო ციკლს ოქტომბერში დაასრულებს უკვე მცირე სცენაზე ზურმუხტ ქალაქის ჯადოქარი, ეს არის თოჯინური წარმოდგენა, დებიუტანტი რეჟისურაში, ჩვენ თეატრის მსახიობი დენ ხლიბოვი, რომელმაც დაამთავრა უკვე სარეჟისორო ფაკულტეტი და მისთვის დებიუტია რეჟისურაში. აი ეს სპექტაკლი 28-29 ოქტომბერს შესაბამისად ქართულ და რუსულ ენებზე განხორციელდება ჩვენ თეატრის მცირე სცენაზე და იმავე 29 ოქტომბერს სპექტაკლებით შოუს ყაპართა ქვეყანაში და აურზაური არაფრის გამო თეატრის მეორე ჯგუფი მიემგზავრება ქალაქ ქუთაისში და ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ვითამაშებთ სპექტაკლს. დიახ, ბატონო დიმა, ძალიან დიდი მადლობა ესეთი ამომწურავი პასუხისთვის. პრაქტიკულად თქვენ გაიცით ჩემს შემდგომ კითხვას პასუხის სრულად, რას აპირებთ ამ სეზონზე თქო და ფაქტობრივად ამ თვის განრიგი გითხარით. ყველა ის რაც მე ჩამოვთვალე, ეს ყველაფერი დაწყებულია წინა სეზონის ბოლოს, დახურული ჩვენებები პრაქტიკულად ყველა სპექტაკლის უკვე ივლისის თვეში იყო შემდგარი. უბრალოდ ეხლა მიდის ბოლო დეტალების დამუშავება, აი სანამ თქვენ შემოგბრძანდებოდით თეატრის მთავარი მხატვარი მითანხმებდა აფიშის რაღაც ესკის ზურმუხტ ქალაქის ჯადოქრისთვის, ხოლო რაც შეეხება უკვე ამ სეზონზე, საიუბილეო სეზონის რეპერტუარს რაც შეეხება, აქაც მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ის, რომ ბატონი ოთარი ფიქრობს
სიბრძნეს სიცრუისას განხორციელებას. ნიკა საბაშვილი შეუდგება უახლოეს დღეებში ვაჟა-ფშაველას შვილისნუკრის ამბობს და წელს ვაჟას საიუბილეო წელიც არის და ნოემბრის ბოლოს უკვე ეს პრემიერა გვექნება. თოჯინური ვერსია იქნება ამის, ხოლო შემდგომ უკვე დიდ სცენაზე დაიწყებს პატარა უფლის სულს, რომელსაც ძალიან დიდი თველოდებით რეჟისორი გოგა თავაძე მუშაობს ასტრიდ ლინდგრენის პეპი გრძელი წინდაზე. ამის პრემიერაც ახალწლამდე შედგება და შემდგომ უკვე რას შემოგთავაზებს საიუბილეოდ ამაზე ცალკე მოგახსენებთ. ეს არის ჩვენი თეატრის შტატის რეჟისურა. ამას გარდა ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს ცნობილ ქორეოგრაფთან გია მარღანიასთან, სადაც ჩვენ გვინდა რომ უსიტყვო ქორეოგრაფიული ხასიათის სპექტაკლი დაიდგას აქ სწორედ ბატონი გიას ხელმძღვანელობით. გია მარღანიასთან როგორც დამდგმელ ქორეოგრაფთან უკვე რამოდენიმე წელია თეატრი თანამშრომლობს და აურზაური არაფრის გამოს დამდგმელი ქორეოგრაფით სწორედ ბატონი გია გახლავთ. თუმცა აი ამ ჟანრში მოზარდ მაყურებელთა თეატრი ალბათ პირველად ჩაერთვება და ბატონი გია განახორციელებს ამ წარმოდგენას. რა ერქმევა ამ სპექტაკლს, რა ლიტერატურული საფუძველი დაედება, უკვე აი იმ პრესკონფერენციაზე, სადაც საიუბილეო დეკადის სპექტაკლებზე ვიფიქრებთ და ვილაპარაკებთ, იქ მოგახსენებთ. მე რაც შემეხება, მეც რა თქმა უნდა ჩავერთვები ამ პროცესში და მეც განვახორციელებ ალბათ რამოდენიმე დადგმას, ძალიან მინდა და აი ფორმას ვეძებ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ჩვენი თეატრისთვის ლაშა ბუღაძის რომანი ბოლოზარი, თუმცა აი თეატრალურ ენაზე როგორ გადმოვა ჯერ ვერ გეუბნებით. ოცნებად გვაქვს სეული რომ გაკეთდეს ვესტსაიდის ამბავი მიუზიკლი, ძალიან ცნობილი, თუმცა აქაც გვაქვს რაღაცა შეფერხებები მუსიკალური მიმართულებით. რთულია ბერსტაინის მუსიკასთან აი ესე შეხება და თან ის რომ თანამედროვე აჟღერდეს და არანჟირება გაკეთდეს, ამაზე ფრთხილობენ ჩვენი კომპოზიტორები და არ ვიცი ამიტომ საბოლოო შედეგი. ასევე ძალიან ვარ დაინტერესებული და ახალგაზრდული თემის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ბილოქსური ბლუზი ნილ საიმონის ძალიან ცნობილი ნაწარმოები. პიესად არის ეს სწორედ დაწერილი, შემდეგ არის ცნობილი კინოფილმიც გადაღებული, თუმცა ქართულ თეატრალურ სივრცეში ეს სპექტაკლი თბილისში არასოდეს არ განხორციელებულა. 1-25 წლის წინ სულ ახალი დაწერილი რო იყო ეს პიესა ბატონმა რეზო მირცხულავამ განახორციელა ბათუმში. ეს იყო და ეს კიდევ რა თქმა უნდა არის რაღაცა ესი, მაგრამ ეს არის დამუშავების პროცესში და ამიტომ ჯერ ვერ მოგახსენებთ, მაგრამ თავარი რაც არის ის, რომ არის 90 წლის თავი თეატრის, თავისთავად იქნება საიუბილეო დეკადა, იქნება საიუბილეო საღამოც, იქნება საიუბილეო ალბომი, რომელზეც ასევე მუშაობს თეატრის ჯგუფი, როგორც ქალბატონი დოდო ხურცილავა და ანანო მირიანაშვილი პროფესიონალი თეატრწოდნები, ისე ჩვენი მუზეუმის არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი ქალბატონი ეკა ურუშაძე, ამაში არის ჩართული ბატონი გიორგი კალანდია, უკვე თეატრისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელი, იმიტომ რომ უზარმაზარი არქივია იქ. ფიქრობთ ამ იუბილეის ფორმატშივე ჩვენვე მოვაწესრიგოთ ჩვენი თეატრის დამაარსებლების ალექსანდრე თაყაიშვილისა და ნიკოლოზ მარშაკის საფლავები დიდუბის პანთეონში, იმიტომ რომ ამ წუთისთვის საკმაოდ დაზიანებულია სიძველის საგამო თავისთავად. იქნება ალბათ დაგეგმილი საიუბილეო ღონისძიებები დუმბაძის საფლავზეც თაწმინდის პანთეონში. ეს იქნება მოცულობითი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია და ამაზე მიდის სერიოზული მუშაობა, მოზარდ მაყურებელთა თეატრი თვითონ აი სათაურს გეუბნებით არის საბჭოთან მოვლენა. საერთოდ აი ასეთი თეატრი პირველად ბრიანცევმა ლენინგრადში და სანქტ-პეტერბურგში დაარსა 1921 წელს და ამის შემდეგ დაიწყო ეს მოძრაობა, მოზარდ მაყურებელთა მოძრაობა და ჩვენი თეატრი ამიერკავკასიაში პირველია ამ მიმართულებით და 27 წელს ერთდროულად დაარსდა რუსულ-ქართული, უბრალოდ ქართველებმა ცოტა დავაგვიანეთ პრემიერის გამოშვება, ისიც იმ მოტივით, რომ თლად ბოლომდე ვერ ვენდეთ, ასე ვთქვათ, პირდაპირ მოთხოვნას ცენტრიდან და არ დავდგით თავიდანვე კომუნისტური სულისკვეთების
პიესა და იდგა რობინ ჰუდი და რობინ ჰუდი თავისუფლების მოყვარე რაინდის ამბავი ნამდვილად არ უნდოდა საბჭოთა კონიუნქტურას და სანამ ფრიც ბაუერის პრემიერა არ გამოვიდა ეს არის ნატალია საცის პიესა მე ვიტყოდი საშინელი პიესა მეშახტებზე და მეშახტის პროფესიას ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგრამ რაღაც ძალიან არა საბავშვოც რაც თავარია როგორც მოზარდი ბავშვი არის მეშახტე და ის რაღაც სოციალური რაღაცა მოკლედ იდეოლოგიური დამოკიდებულება არ არის მიუხედავად ესეთ საშინელი პიესისა გოგუცა კუპრაშვილი თამაშობდა ფრიც ბაუერს და ერთ-ერთი საუკეთესო როლია მის ნათამაშები იმიტომ რომ ეს იმდენად დიდი ვარსკვლავი იყო თვითონ ქალბატონ გოგუცა რომ ახერხებდა აი ესეთ სისულელეშიც კი მას თავისი ეს დაეჭირა. რაც შეეხება რუსულმა დასმა ჰაიავატა დადგა პირველივე წელს და ამიტომ 27 წელსვე გაიხსნენ. აქედან გამომდინარე ათვლა მიდის სწორედ 27 წლიდან, მაგრამ აი 99 სეზონს რო დავასრულებთ და გამოვცემთ ამ ალბომს 90 წლის ისტორიისა ორივე თეატრის, როგორ განვითარდნენ, რა მოხდა, მე როგორ შეერთდნენ და უკვე ერთ-ერთად იქცნენ, ჩვენ გვინდა უკვე შემდეგი 91 სეზონი თეატრმა გახსნას უკვე ახალი სახელით. რომ ამ მოზარდ მაყურებელთა თეატრს აი ეს 90 წლიანი ისტორიით დავასრულოთ და უკვე სრულიად ახალი რებრენდინგი მოხდეს თლიანად ყველა მიმართულებით მუშა სათაურად ამ წუთისთვის თუმცა ძალიან მომწონს იქნება ალბათ ახალი თაობის თეატრი ასე ერქმევა იმიტომ რომ აქ არ იქნება განსაზღვრული ასაკი ასაკობრივი ის იმიტომ რომ 2 წლის ბავშვიც და 20 წლის ახალგაზრდაც ახალი თაობის არის ორივე მე გეტყვით ერთსაც რომ ფსიქოლოგიური მომენტია მოზარდ მაყურებელთა სახელზე თინეიჯერთა რაღაც გარკვეულ ჯგუფებს რომლებიც უკვე თვლიან რომ ბავშვები აღარ არიან და ქალობენ ან კაცობენ ცოტა არ მოწონთ მოზარდში რატომ მივიდე როცა შემიძლია მივიდე უკვე მე დიდი ვარ და დიდიაჭი ანუ ამ თეატრმა უნდა მისცეს ყველა ასაკის ახალთაობას ასე ვთქვათ თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს მაყურებელს და მაგალითად მე როდესაც მოგზაურობ სხვადასხვა ქვეყანაში და თანამშრომლობ ძალიან აქტიურად იუნიკორნთან ეს არის ლონდონის თეატრი სწორედ ამ ტიპის თეატრი იქ ასევე ქვია თეატრი იუნიკორნი და ამიტომ იქ არ არის კიდე დაფიქსირებული რომ საბავშვოა თუ საყმაწვილო თუ მოზარდი იქ პირდაპირ არის რომ ასაკობრივი ის არის 2-დან 23 წლამდე ანუ და მე რო უთხარი ქალბატონ პურნის ხელმძღვანელს რომ იმე რა 23 წლამდე რა 25 წლის ან 27 წლის დიდ სხვაობაშია 23 წელთან ან 23 წლის ადამიანს არსებობს თემა რომელზეც არ შეიძლება სცენიდან დაელაპარაკო იმან მითხრა რომ არაო ესო უბრალოდ იმისთვის არის დაფიქსირებული რომ ნებისმიერი პიესა შეიძლება განხორციელდეს აქ და ეს იყოს აი სწორედ იმ ჭრილში ახსნილი და გახსნილი ახალგაზრდული სატკივარითა თუ პრობლემით. მაგალითად იქ ვნახე 1001 ღამე რომელიც სპეციალურად დიდებისთვის იყო გაკეთებული გამაოცა სპექტაკლმა 4 პერსონაჟი იყო სულ ანუ რა იყო იცით თანამედროვე ავტორმა რომელიც თანამშრომლობს თეატრთან 1001 ღამის სიუჟეტი აიღო 21 საუკუნის რეალობას მოარგო და დევნილებად აქცია იქ რაღაცა ჯგუფი ადამიანებისა და თანამედროვე პრობლემა ამ დევნილობის პრობლემა როგორც აწუხებს არა მარტო ევროპას, თუმცა მსოფლიოს ალბათ, მაგრამ მაინც აი აქ და იქ დედაყავს დაკარგული და აი ამ ზღაპრის სიბრძნეებით ისინი ცდილობენ რომ ეს ბავშვი გამოიყვანონ მდგომარეობიდან და ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო სპექტაკლად იქცა. ისევე როგორც რომეო და ჯულიეტა, რომელიც იყო სულ 3 კაცზე გაწერილი. მე სპექტაკლი არ მომეწონა, მაგრამ ხვდებით ტენდენციას ვამბობ, რომ აქ არის სურვილი თანამედროვედ მოუყვეთ ბავშვებს თუ მოზარდებს თუ ახალგაზრდებს თუ უკვე დიდებს დღეს აი როგორ შეიძლებოდა
დამუშავებულიყო ესა თუ ის მარადიული თემა. აი ჩვენ ახლა საუბრობთ, პრინციპში ძალიან გრძელი ექსკურსი გამოგვივიდა ამ თეატრის ისტორიაზე, დავიწყეთ ვთქვათ მიმდინარე რეპერტუარით და პრაქტიკულად ისტორიაც მოვყევით ამ 90 წლიანი თეატრისა, რომელმაც აღზარდა თაობები და პირველი ნაბიჯები გადაადგმევინა ამ საოცარ სამყაროში, ხო? აი ახლა 21 საუკუნეში, როდესაც ინფორმაციის უზარმაზარი არეალი აქვს, ხო, მით უმეტეს ახალგაზრდა თაობას. როგორ ხდება თეატრში, ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ისევ მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, მიმდინარე რეპერტუარის დაგეგმა, რას ითვალისწინებთ მაყურებლის გემოვნებიდან გამომდინარე მაყურებლისა, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს აქვს ძალიან ბევრი გასართობის საშუალება, მოდით ესე ვთქვათ, თუმცა ჩვენ მაინც არ მივიჩნევთ, რომ თეატრი გართობა. ერთი რამეც არის, რომ ასაკი გაიზარდა. რაც გულისხმობ ცნობიერების თვალსაზრისით მე რო დავდიოდი მოზარდში რომ მახსოვს ხო და სიამოვნებით 9-10 წლის ასაკში უყურებდი ბიჭუნა და კარლსონს და მახსოვს ბატონი ლადო მექვაბიშვილის, ქალბატონი ნათალ პატაშვილის და სხვანიც ვინც თამაშობდნენ ამ სპექტაკლში ცოტა უფრო ადრე მერი პოპინსი, ბერტა ხაფავასი ეს აი სწორედ მე ვიყავი 8-9-10 წლის დღევანდელი 8 წლის ბავშვს ბიჭუნა და კარლსონი აღარ აინტერესებს. იმიტომ რომ მას უკვე ბიჭუნა და კარლსონი მის ცნობიერებას შემოდის გაცილებით უფრო ადრე. მე ახლა ვამოწმებ ხოლმე რაღაც თემებს საკუთარ შვილებს. მე 3 შვილი მყავს სხვადასხვა ასაკის, 3-ვე სკოლის ასაკია, მაგრამ სხვადასხვა და იგივე 7 წლის არის პატარა. 7 წლის პატარას მაგალითად მაუგლი უკვე იღიმოდა. რომ ეხლა ეს ხო ხდებით ანუ ხდებით რომ ჩვენ ბაღის კონტინგენტში გადავედით ზღაპრების თვალსაზრისით აი იავნანა რომელიც სკოლაში ისწავლება მე-4 კლასში ჩვენ ახლა მე-4 კლასელს იავნანა რომ უჩვენოთ ის ალბათ მე იტყვის რომ აღარ მინდა რა ამ თეატრში მოსვლა იავნანას ჩვენ უჩვენებთ სწორედ 7-8 წლის ასაკის ბავშვებს და უკვე 10 წლისას მე უჩვენებ მევხედავსას. იმიტომ რომ მინდა რომ ცოტა ეტკინოთ რაღაც აი ეს რეზო მიშველაძის ნოველები რო ვახსენე, იქ არის როგორი თემაა, იცით, ამ ნოველებში არის ერთი ნოველა ეძღვნება მთისა და სოფლის დაცლას. რომ აი ეს არაჩვეულებრივი საგანძური რაც გვაქვს ჩვენ ხო რეგიონებში არის დაცლილი. იგივე რაჭა ავიღოთ, იგივე თუშეთი ავიღოთ, სვანეთი ავიღოთ, პრაქტიკულად დაცლილია. ეგ რა არის რომ მითხრეს დაბლობით თქვიო ეს შენ თიანები ჩამოთვალეო, ხა მე ზუგდის თეატრში მუშაობდი 4 წელი და სამეგრელოს ვიცნობ კარგად. სამეგრელოს სოფლები ნახეო. აი ძალიან არის. ამ თემაზე გვაქვს მაგალითად ერთი ნოველა, სადაც მოხუცი ადამიანი გადაწყვეტს, რომ პატარა ბიჭი აიყვანოს. და შვილები ყავს, შვილიშვილები ყავს და კი, მაგრამ როგორ უნდა აიყვანოთო და როგორ და მე მივხვდიო რა შეცდომები მაქვს დაშვებულიო და იმას ისე გავსდიო, რომ დაფუძნდესო აქო და აქედან რაღაც. მეორე თემა გვაქვს მაგალითად პატრიოტული თემა, როდესაც მწერალს ესიზმრება მისი გარდაცვლილი შვილი აფხაზეთის ომში დაღუპული და როდესაც ის პირდაპირ ეუბნება რომ რა გვიქენიო მე და დეშენსო ესო და იმარო ტელევიზიით რო გამოხვედიო და ბრტყელი სიტყვები თქვიო რომ სამშობლო უნდა დავიცვათო სხვისი შვილების ხარჯზე აპირებდიო სამშობლოს დაცვასო ანუ მას ძალიან ზუსტად ჰქონდა გააზრებული და ეს ბიოგრაფიული ბატონ რეზოს ერთადერთი შვილი აჩიკო დაიღუპა სწორედ აფხაზეთში ბიოგრაფიულია ეს იმ ხრივ რომ მე პირადად ვიცნობდი აჩიკო მიშველაძეს და ამიტომ ვიცი რომ ის ნამდვილად იმიტომაც წავიდა არა მარტო იმიტომ რომ მას მართლაც ძალიან უყვარდა ქვეყანა იმიტომ რომ მამამისი შვილი იყო და არ შეეძლო რომ ის დარჩენილიყო და მამამისი მოწოდება შეხებოდა სხვა შვილებს არის თემა სიყვარულის რომელსაც აი ელოდება ადამიანი დაკარგულ ომში დაკარგულ სიყვარულს დღემდე იმიტომ რომ ცნობა გარდაცვალების არ მოსულა გავიდა 10 წლეულები და ის დღემდე მოლოდინშია იმიტომ რომ ის სიყვარული იყო ნამდვილი და ეს და მეოთხე თემა არის ინვალიდი ადამიანის პრობლემები
და როგორ საჭიროა მათი ინტეგრირება, ინვალიდების ინტეგრირება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რატო არ უნდა ველაპარაკოთ 11 და 12 წლის ბავშვებს, თუნდაც ამ თემებზე გავართო, ენა მოუჩლიქო, ამიტომ მე გეთანხმებით აბსოლუტურად, მე იქიდან გამომდინარე, რომ კარგად ვიცნობ თქვენს რეპერტუარს, ზუსტად ხვდები საით მიდის სწორება, ესე ვთქვათ, რა რისი გათვალისწინება ხდება, თუმცა ხანდახან სამწუხარო რეალობასაც ვაწყდებით, ხო, ახალგაზრდების ინდიფერენტიზმს ერთი მხრივ და მათ არასწორ განათლებას, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მათ ხშირად არიციან თუნდაც ცნობილი ავტორები. აი თქვენ ახსენეთ მე ვხედავ მზეს და მე ერთხელ სხვა შორის პირად პრაქტიკაში მქონდა, როდესაც დავსვი კითხვა მუდარნუბაძის ერთ-ერთ ცნობილ ნაწარმოებზე, ვისი ნაწარმოებია, სამწუხაროდ სტუდენტებმა ვერ გამცეს პასუხი. ეს სამწუხარო რეალობა. აი მაყურებელი, რომელიც მოდის, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ აუცილებლად გამოიჭყიდებით პარტერში, უყურებთ მათ სახებს. როგორია, რამდენად ადეკვატურია დღეს ახალგაზრდა მაყურებელი სპექტაკლზე სიარულისას? მე ვიცი, რომ თქვენს სპექტაკლებს სანამ აჩვენებთ, მანამდე გამოდის ქალბატონი დოდო, აი ხურცლავა ახსენეთ თეატრონი, რომელიც რაღაცა პირდაპირ შესავალს აკეთებს. უფრო აი სწორედ 10 წლიდან ზემოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ შევამზადოთ წინასწარ იმისათვის, რა უნდა ნახონ, ან ავტორზე, თეატრზე, ან კონკრეტულ მსახიობზე, რომელიც მონაწილეობს და ესეთ შემეცნებითი თვალსაზრისით რაღაც მოკლე ექსკურსია აქვს. ქალბატონმა დოდომ თუ იცის, რომ აბონემენტია, მაყურებელი აბონემენტოა და ისიც იცის რა სპექტაკლები აქვს მათ სანახავი ან უკვე ნანახი, მაშინ ეს რაღაც სალექციო კურსი ვიტყალიბდება ხოლმე და ქალბატონმა დოდომ ზუსტად იცის ის 4 გამოსვლა, რას უნდა მიეწვლას იმ კონკრეტული ბავშვებისთვის. ამას რა თქმა უნდა აქვს თავისი ძალიან ისეთ ჩარჩოში ზის და აკეთებს რა თუნდა ლაპარაკი, მაგრამ მე მგონია რომ მარტო ეს არ კმარა თეატრში შიგნიდან აი ეს ექსკურსიებიც, რომელიც ჩვენ გვაქვს და შეყვავს კალასნიკებში შიგნიდან ვაჩვენებთ, აქ ორმაგი რამ ხდება, ვიღაცას აქვს სამსახიობო ნიჭი და ის ოცნება მსახიობ ვიღაცას არ აქვს და არა და უნდა რომ თეატრში იყოს. ჩვენ შიგნიდან ვაჩვენებთ, აი რამდენი დამხმარე პროფესია ჭირდება, რომ თეატრი გქონდეს, იგივე ხმის ოპერატორი თუ გამნათებელი თუ რეკვიზიტორი, ბუტაფორი, ჩამწმელი, სცენის მემანქანი, აი ძალიან ბევრი. აი ამათ საქმიანობას უყურებენ სპექტაკლის წინ. ანუ ისინი ხედავენ რა ხდება დაწყებამდე კულისებში. აი მერე იქვე შემოდიან და უკვე დარბაზიდან აგვერდებიან წარმოდგენას. ერთი რამე არის, მე ხა მაგალითად ჯერ ვერ მოვახერხეთ ეს, მაგრამ აუცილებლად მინდა რომ აბონემენტი, რომელიც იქნება და ერთგვარი ის იყოს ესეც ტრამპლინი გადასვლა, ის სიტყვაზე 4 წარმოდგენიანი აბონემენტია. მეოთხე წარმოდგენა ნახონ უკვე არა ჩვენთან, არამედ საოპერო თეატრში, ან რუსთაველის თეატრში, ან პანტომიმის თეატრში, ან მარიონეტების თეატრში, ან მარჯანიშვილის და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ გარდა ყველა სხვა ფუნქციისა, კიდე გვაქვს ფუნქცია იმისა, რომ კარგი მაყურებელი მოუმზადოთ დიდ თეატრებს. და იქნებ აი ზედა კლასების აბონემენტი დაიგეგმოს და ამის ის არ არის რთული, ალბათ ჩვენ თეატრებს ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, ნებისმიერ სამხატვრო ხელმძღვანელთან შეიძლება ამაზე მემორანდუმის გაკეთება, რომ აი მეოთხე წარმოდგენა უკვე დაუშვათ ნახონ. თუმცა კიდე ერთხელ ვიმეორებ, პროფესიონალური ხარისხით, ისტორიით, გამოცდილებით თუ ასე შემდეგ, მე ნამდვილად არ ვაკნინებ არც ერთ თეატრს, რას ბრძანებთ, პირიქით დღემდე ჩემს სახლად ვთვლი მარჯანიშვილის თეატრს, იმიტომ რომ იქ მუშაობდი სულ როგორც წინა სამსახიობო პერიოდში, ისე ბატონ ლევანთან ერთად, წულაძესთან, მაგრამ ამ თეატრს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება და სახელმწიფოს მხრიდან იმ საოცარი დახმარების ფონზე, ხო იცით, რო გეხმარებიან კიდე მეც რო ითხოვ და მეც ითხოვ, თუ მოწესრიგდება ის, რომ სახელფასო განაკვეთები მსახიობების, რომლებიც მართლა თავდადებულად შრომობენ და იწვიან რაღაცით გათანაბრდება ან
გასწორდება ისე, რომ მათთვის შეურაცხმყოფელ ანაზღაურებაზე არ უწევდეთ აი ესეთი ტიტანური შრომა იქნებოდა არაჩვეულებრივი. ნამდვილად გეთანხმებით, მოტივაციაც უფრო დიდი იქნებოდა, თუმცა ეს არაკლიათ ჩვენ მსახიობებს. ჩვენი შეხვედრის დასასრულისკენ მინდა რომ კიდევ ერთი კითხვა დაგისვათ, აი თქვენ ახსენეთ, ჩვენი საუბარი დაიწყო, როგორ მოგზაურობთ ხომ, რო აჩვენეთ საპრემიერო წარმოდგენები სხვადასხვა რეგიონში და პანკისის ხეობა მომხდა მათ შორის ყურში და ძალიან საინტერესოა, რომ მიდიხართ იმ რეგიონებში, სადაც თქვათ ყველაზე მეტად აკლიათ ქართული კულტურა. გასტროლებზე მინდა გკითხოთ, რამდენად ხშირად ახერხებთ გასვლას. დუიში, ახლა ჯოყოლოში არ იყო ეგ შემთხვევა, მაგრამ რა მნიშვნელობა დუიში უცებ გადაგვაწყდნენ ამ ჩვენი აქტივობის დროს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, რომლებიც ამოწმებდნენ, აი დაუშვათ ეროვნული უმცირესობების ზოლებში რა ხდება და როგორ და რანაირად და გაუგდნენ. უცებ სახელმწიფო თეატრი ჩადის სკოლის სპორტ დარბაზში, მათთვის თამაშობს წარმოდგენას, სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. ეხლა მე ნამდვილად ეს არ გამიპიარებია, იმიტომ რომ არის რაღაცა, რაც პიარისთვის არ კეთდება, არის რაღაცა შენი მოთხოვნილება. ჩემთვის პირადად და ამ აზრზეა უკვე პრაქტიკულად თეატრის ყველა თანამშრომელი მოზარდი მაყურებელი არ ყავს მარტო თბილისს. და რადგან ჩვენ ვართ სახელმწიფო თეატრი და უბრალოდ ფუნქციონირებთ თბილისში, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ნახოს ჩვენი წარმოდგენები სრულიად ქართულმა რეგიონალურ მაყურებელს გულისხმობ და ამიტომაც აი თეატრი ბორბლებზე მეხუმრებიან კიდეც, მაგრამ 28 გასვლით წარმოდგენა გქონდა ივლის-აგვისტო სექტემბერში 28 და გეუბნებით ოქტომბერში უკვე 3 სპექტაკლი გადის და აი ეს გაგრძელდება. ეხლა ვფიქრობთ, რომ საახალწლო კარნავალს ვაკეთებთ ხოლმე და ორ შემადგენლობად გავაკეთოთ, რომ ერთი სტაციონარზე მოემსახუროს თბილისის ბავშვებს და მეორე აი საახალწლო ორკვირიან პერიოდში იმოგზაუროს ქალაქიდან ქალაქში, რომ ყველა შეძლების დაგვარად ყველა ქალაქს მოვემსახუროთ. დიახ, ძალიან მომწონს ეს შემართება და ვხვდები, რომ ჩვენთვის ეს 25 წუთიანი პერიოდი ძალიან მოკლე აღმოჩნდა, სასაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან გრძელვადიანი გეგმები გაქვთ, აბსოლუტურად მრავალფეროვანი რეპერტუარი და შემოქმედებითი ცხოვრება, რაც მთავარია, გისურვებთ წარმატებებს. ჩვენ დაველოდებით 4 ოქტომბერს თეატრის გრანდიოზულ გახსნას. ერთადერთი, რასაც დაგიმატებთ, არის ის, რომ თეატრში გამოცხადებულია კასტინგი, ახალგაზრდა ქალი მსახიობის და კაცი მსახიობის ორ-ორი ადგილია და 10 ოქტომბრამდე არის საბუთების მიღება ოქტომბრის მეორე ნახევარში. ჩვენ გვინდა რომ კასტინგით ახალი სისხლი შევმატოთ დასს. დიახ, და მე ასევე ვუსურვებ ჩვენს ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს, რომ გამოიყენოს ეს შანსი, იმიტომ რომ როგორც წესი ხშირად არ ხდება ხოლმე თეატრებში კასტინგის გამოცხადება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და ჩვენ აუცილებლად შემოვერთებით თქვენს ყველა სიახლეს პრემიერას და გისურვებთ წარმატებებს. მადლობა.